სახელითა მამისაითა და ძისაითა და სული საწმინდისაითა ჩვენთან არის ღმერთი. მოგილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს არის როგორც შემობრძანდა სულთმოფენობის წყინვალი დღესასწაული, ესე დღეს არის გაცილება წარგზავნა აი ამ დღისა და მინდა პავლე მოციქულის სიტყვებზე გავამახვილო ყურადღება და მინდა რომ თქვენს მიაქციოთ ამას ყურადღება და იცოდეთ რომ რამდენად მოძღვარი მნიშვნელოვანია მრევლისთვის, იმდენად მრევლი მნიშვნელოვანი არის გულისხმობ ადამიანურად, პიროვნულად, ჩვეულებრივად. აი, რამდენად თქვენ მოძღვრისგან იღებთ ნუგეშინისცემას, მადლს იღებთ და სიკეთეს, ამდენად მოძღვარის თქვენგან იღებს ნუგეშინისცემას და ჩვენი ნუგეშინისცემა ეს არის ჩვენი პავლე მოციქული ესე მისწერს რომაელებს რომ ხოლო არს ესე თანანუგეშინისცემაი თქვენ შორის ურთიერთარსიგი სარწმუნოებაი თქვენი და ჩემი. ჩვენი ერთი სარწმუნოება და სარწმუნოებრივი ცხოვრება გამოვლინება. აი თქვენ რო დღეს წირვაზე მობრძანდით, რო ეზიარეთ. სარწმუნოება არის ცოცხალი და არის მკვდარი. მკვდარი სარწმუნოება უფრო ხშირია, იმიტომ რომ ჩვენ ადამიანი ახლა ნებისმიერი რო გააჩერო უმეტესობა გეტყვის შენ მორწმუნე ხარ თუ ურწმუნო ხარ, რო კითხო რა თქმა უნდა გეტყვის რომ მორწმუნე ვარ. მაგრამ როცა ადამიანი აი ყველაზე ესეთი მცნება ვთქვათ ახლა კაცის კლას და მრუშობას და იმას რომ არ თქვა და რომ თქვათ მანამდე არის ეს ცნება ნათქვამი რომ 6 დღე შენი საქმე იქ და მე-7 დღე უფლის არისო, ხო? როცა ადამიანი ამას არ აკეთებს, მისი სარწმუნოება ვერ არის ცოცხალი და მერთმა მოგმადლოს ყველას ცოცხალი სარწმუნოება. ცხოველა არ სუფალი ღმერთი ჩვენი. სულ არის ღმერთი და სულითა და ჭეშმარიტებითა თანაც თაყვანისცემაი თაყვანისცემელთა მისთა ბრძანებს უფალი. და უკვე თუ სულითაც ცხოველ ვართ, სულითაცა ვეგნეთ პავლე მოციქული ამბობს გალატელთა მიმართ ეპისტოლეში. და ეს ჩვენი სარწმუნოების დიდებულება სწორედ აი ამ სამების დოგმატში არის. ჩვენი ღმერთი არის სამების დიდებული, მამა, ძე და სულიწმინდა. ეს სამების დიდებული ღმერთი რა თქმა უნდა არს და ყოველთვის არის, მაგრამ ღმერთი არ იცვლება, უცვალებელია ღმერთი, ერთ-ერთი დოგმატური თვისება არის უცვალებელია, მაგრამ ჩვენ აი სულთმოფენობის დღესასწაულზე დავიწყეთ სიტყვა იმის შესახებ, რომ სულიწმინდის სამგვარი გამოვლინება არსებობს და მე როგორც მახსოვს, დროც ახლა ამის არ გვაძლევდა, ამდენი დრო არ იყო საშუალებას არ გვაძლევდა და ბოლომდე არ ჩამთავრებია ეს სიტყვა წმინდა მაქსიმე ავსარებლისთვის მეტყველება. სულიწმინდის სამგვარი გამოვლინება არსებობს. უყურეთ პირველი ეს არის მარტივობა. აი მარტივობა, აი სულიწმინდა ყოველგან არის და ყოველსავე აღავსებს თავისი მადლით. სულიწმინდა ყოველგან არის და ეს ხდება ესე მარტივად. აი და ამაზე ვთქვი ჩვენ რომ ესე იგი შეიძლება აი სულიწმინდა და სიბრძნე მაგალითად გამოვლინდებოდა ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადამიანში. სიბრძნე ხო სულიწმინდისგან არის, ხო და სიბრძნე ხო გამოვლინდებოდა ყოველთვის. ადამიანში თუ კი რამე ნიჭია, ყველაფერი არის სულიწმინდისგან. ეს არის მარტივობა, ანუ სულიწმინდა განფენილი არის, ყოველგან არის და ყოველსავე აღავსებს. მეორე გამოვლინება სულიწმინდის არის აი მაგალითად უყურეთ ძველ აღთქმაში მაგალითად უფალმა გამოირჩია ებრაელი ერი. სამებით არ იქადაგებოდა იქ მამა, ძე და სულიწმინდა არ იქადაგებოდა, მაგრამ ერთი ღმერთი იქადაგებოდა და ეს ერი გამოირჩია და ეს ერი იყო ერთი ღმერთის მქადაგებელი. და მესამე გამოვლინება სულიწმინდისა ეს არის ზეობილობა. შვილი რომლითაც ჩვენ ვაღადებთ აბა, მამაო, აი ესე უფალმა ხო გვასწავლა ჩვენ მამაო ჩვენო, ხო აი შვილობილობა და სულიწმინდა გარდა მოვიდა ადამიანებს და ადამიანების მიერ
იწყო მეტყველება და გაცხადდა სამება. აი ნათლისღებას მეორენაირად ქვია განცხადება, ანუ განცხადდა სამება და ამის მერე უკვე ჩვენ უცხო კი არა ვარ ზეცასთან, არამედ ძეობილობა მოგმადლა უფალმა და როგორც მოგასცენეთ, აი ნახეთ ალილუიას ერთ-ერთი მუხლი არის, სადაც წერია სიტყვითა უფლისათა ცანი დაემტკისნეს და სულითა პირისა მისისაითა ყოველი ძალი მათი. ანუ სამება არის, რომელიც ქმნის თორე ჩვენ ახლა რო ვკითხულობთ ბიბლიაში დასაბამად ღმერთმა ქმნა სადა ქვეყანა, აქ სამება არის შემოქმედი, სამება ქმნის სიტყვა უფალი და სულიწმინდა. სიტყვითა უფლისათა ცანი დაემტკისნეს და სულითა პირისა მისისაითა ყოველი ძალი მათი. სულიწმინდა სამყაროს შექმნის დროს, როგორც ამას მიდამავები ასე განმარტავენ, რომ როგორც აი კრუხი თავის კვერცხს ათბობს და იქიდან უნდა გამოჩეკოს წიწილები, აი ესე სულიწმინდა სიცოცხლის სულს აძლევდა პირველად ქმნილებას და სწორედ მამა, ძედა სულიწმინდის მიერ იყო ის, რაც იყო, რომ ღმერთმა მიწა გამოყო წყლისაგან, შემდგომ მცენარეებს უბრძანა აღმოცენება, შემდგომ ცის მნათობები შექმნა, ფრინველები, წყლის ცხოველები და ბოლოს შექმნა ადამიანი. და დღევანდელ დღეს არის ფაქტიურად როგორც კვირაცხოვლობა ხო არის აღდგომის შემდგომ კვირაცხოვლობა და კვირაცხოვლობა არის გაცხოველება, ანუ გაცოცხლება აღდგომის დღესასწაულის, აი ესევე საკითხები მთლიანად იყო სულიწმინდის სულფოფენობის საკითხები იყო და ჩვენ მე წინაზეც გითხარით, რომ ადამიანის აი რა პასუხები არ არსებობს, აი რა ფილოსოფიური, რა ბრძნული, რომ აი კითხვა ესეთი, რომ აი რა აზრი აქვს ამ ქვეყანაზე ადამიანის ცხოვრებას და ამ კითხვის სწორი პასუხი არის ეს, რომ ადამიანმა უნდა მოიხვეჭოს სულიწმინდის მადლი. სულიწმინდის მადლი არის ყველაფერი, რაც არის ჩვენში. როგორც გითხარით, აი სამგვარი გამოვლინება არის, ღმერთი ისედაც გამოავლენს ჩვენში სულიწმინდას. მაგრამ, როდესაც ადამიანი ლოცულობს, როდესაც ადამიანი იღწვის და ამბობს, რომ ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსაც მინდასა შენსა მივიღებ ჩემგან, გული წმინდა დაბადე ჩემთან ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა, ესეთ ადამიანს რა თქმა უნდა ღმერთი უპირატესად აძლევს მადლს და აი ამ დღესასწაულთან დაკავშირებით მე მინდა გითხრათ და გთხოვოთ, რომ ეს ლოცვები, ამას მე ყოველდღე ლოცულობ, აი სიტყვები რას თქვი ახლა, ფსალმური სიტყვებია. გული წმინდა დაბადე ჩემთან ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ხომ იცით ეს ლოცვა? და ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსაც მინდასა შენსა მივიღებ ჩემგან. მე მაგალითად სამჯერ ვამბობ ყოველთვის დილაობით ამ ლოცვას, მოხს მოვიდრეკ ხოლმე და თქვენს გირჩევთ, რომ თქვათ ეს ლოცვა, იმიტომ რომ ჩვენ ყოველდღიურად ვცოდავ და რომ ვცოდავ ჩვენ რა არის ცოდვის ყველაზე დიდი შედეგი, ცუდი რაც მოყვება რა არის, რომ ჩვენ მადლს ვკარგავთ. ამიტომ ყოველდღიურად, ვინაიდან რადგან ყოველდღიურად ვცოდავთ, ყოველდღიურად უნდა ვევედროთ უფალს, რომ სულიწმინდა არ განგვაშოროს და არ განგვაგდოს პირისაგან თვისისა, თორე შესაძლებლობა არის ამის. და მინდა გთხოვოთ დღევანდელ დღეს, რომ ეს ლოცვა ვილოცოთ აუცილებლად ყოველდღე და ინებებს ღმერთი და მოგმადლებს ჩვენ. ღმერთი უშურველია, აი კიდევ ერთი დოგმატური თვისება ღმერთის რაც არის, უშურველია. უშურველობა რა არის, იცით? აი შენ რო გქონდეს მაგალითად ძალიან ბევრი ფული და იმას კი არ ფიქრობდე, რომ სად შევინახო და როგორ დავხარჯო და ასე. იმას ფიქრობდე, რომ აი ვის მივცე? ვის შეუძლია, რომ აი ვინ გავახარო, ვის მივცე? ასე არის. ღმერთს მთელი მადლის საუნჯე ღმერთთან არის და ღმერთი იმას კი არ ფიქრობს, რომ ეს მადლი სადღაც შეაგროვოს და არა, ეძებს ოღონდ ვინმე გამოჩნდეს, რომ მისცეს იმას მადლი. ერთ წამში შეუძლია ღმერთს, რომ უკიდურესად უპოვარი და ღარიბი ადამიანი გახადოს სოფლიოში ყველაზე დიდი მილიარდელი, მაგრამ ის მილიარდები მე იმისთვის სულის წარწმენდელი რო იქნება, იმიტომ არ აძლევს თორე. ერთ წამში შეუძლია ღმერთს ამის ქმნა. ღმერთმა ღირს ყოს ჩვენ თავისი მადლის ყოველდღიურად და ღმერთმა ინებოს, რომ
იმდენად გავიზარდოთ ჩვენ მადლში, რომ აღსრულდეს ჩვენზე და ის სიტყვა და ის მისია, რა მისიის გამოც უფალმა ადამიანის შექმნა ამ ქვეყანაზე. ეს არის განღმრთობა. ადამიანი აი ესეთი ესე ამბობს ერთ-ერთი წმინდა მამა, რომ ღმერთმაო ადამიანის შექმნაო კაციო იმისთვის, რომ განღმრთობილიყო. მაგრამ რახან კაცი ვერ განიღმრთო, ღმერთი განკაცდაო, რათა კაცი განეღმრთოო მერე და აი ეს უნდა იყოს ჩვენი ცხოვრების აზრი. გილოცავთ კიდევ ერთხელ დღევანდელ დღეს მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყავ თქვენ ყოველთა თანა. ამინ.